მოგესალმებით, დადგა სამშაბათის საღამოს 8 ნახევარი, გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად ყველას რაღაცა ძალიან დიდი ტკივილი გამოვთქვა ჩვენი ეკლესიის უღირსეულესი წევრი დაგვაკლდა ჩვენ დღეს ამ ქვეყნად, მაგრამ ზეცაში აუცილებლად შეემატა ზუსტად ვიცი ეს ადამიანი, მამა იოანე ჯიშკარიანი, არქიმანდრიტი, რომელიც ლეთაში იყო, რავი, ბევრ ტაძარში იყო, რავი, ბავშვთა სახლები ქონდა, რაღაცა სასწაულ დიდ ღვაწლს ეწეოდა ჩვენი ეკლესიის წინაშე და ამისათვის ძალიან ბევრი ტკივილი, ყველაფერი გადაიტანა, ბევრი ცილის წამება, ბევრი, რა ვიცი, ძალიან ბევრი დიდი ჯვარცმით იცხოვრა ამ ადამიანმა და ეს ადამიანი იყო ჩვენი, რა ვიცი, თუ ვინმე შეიძლება მაგალითად და მისაბაძად მიიჩნიო, ეს ადამიანი იყო ჩვენთვის და რა ვიცი, მის სულის დიდება იყოს და შეგვეციოს იქიდან და მოიხსენიეთ თქვენს თუ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული მამაოს ქართული ეკლესიისათვის და ბევრი ადამიანი ყავს ძალიან გამოყვანილი და გადარჩენილი და მადლობა მამაოს რომ იმისათვის რომ იყო და აუცილებლად იმ კვირაში მე აუცილებლად გავაკეთებ გადაცემას 4 შაბათს მამა იოანეს შესახებ და მის ახლობლებს და მის სულიერშვილებს მოვიწვევ და ის ადამიანები უფრო მეც ისაუბრებენ მამაოზე და ბევრ გადაცემას გავაკეთებ კიდე, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ უნდა დაიკარგოს, პირიქით მისი ღვაწლი უნდა წამოწიოთ სულ წინ, რათა იყო ყველაზე სამაგალითო ერთ-ერთი და ძალიან გული მწყდება რომ ესეთი ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ძალიან სუსტება ჩვენი ისა ამით ირგვლივ მყოფი ადამიანები და მაგიტომ ძალიან გვეხმარებოდა და გვაძლიერებდა პირველ რიგში და მამაოს მადლობა მისი ცხოვრებისათვის რომ ჩვენთან ესე გაატარა და დღეს მინდა აუცილებლად კიდე პატიმრები მოვიკითხო განსაკუთრებით და უცხოეთში მყოფი ქართველი და ის ადამიანები ვისაც გული წყდება მამაოს გარდაცვალებაზე რა ვიცი აი ხელა ტკივილია ძალიან დიდი ხალხი მიდიან ამ ქვეყნად და თუ შეიძლება დღეს ყავს საპატიო სტუმარი რომელიც მამაოს ძალიან ველოდები ხოლმე და ერთადერთი მოძღვარი არის რომელთანაც დრო არასოდეს არ ყოფნის ხოლმე რა 2 საათიც რომ გქონდეს იმიტომ რომ ამოუწურავია მისი ცოდნა ნებისმიერ საკითხთან და მიმართებაში და მადლობა მამა ამისათვის მამა გიორგი ჩაჩავა ადამიანი რომელიც ძალიან გვეხმარება ხოლმე ბევრ რაღაცა მიგნებები აქვს თავისი რომელთაც ძალიან რაღაცა მე რომ გავილი ხოლმე მამაო რაღაცა თემას და რო ვიცი რომ ჩავიარე და ეს უკვე დავღეჭე თქვენ რაღაცა ისე წამოწევთ ხოლმე აუ მეთქი ესე იგი არ მისწავლე თავიდან უნდა დავიწყოთ თუ შეიძლება მამაო რამე რას გვეტყვით დასაწყისში თუ შეიძლება და როგორ პირველ რიგში რა თქმა უნდა ღმერთმა აცხონოს სული მამა იოანესი და მას ბევრი ღვაწლი ჰქონდა, შრომობდა, უპატრონო ბავშვები ყავდა, მლეთაში ძალიან ბევრი გააკეთა და ამიტომ ჩვენ ყველანი რა თქმა უნდა ვლოცულობთ მის სულზე და დარწმუნებული ვართ, რომ 40 წლის შემდეგ მისი სული დაემკვიდრება ზეციურ საქართველოში, ღვთისასუფეველში, ღმერთმა აცხონოს მისი სული და მე მინდა ამასთან ერთად დიდი მადლობა გითხრათ მოწვევისთვის. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო უდიდესი დღესასწაული 2 დღის წინ რაც იყო სულთმოფენობა და ეს იმდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია რომ მე მგონია რომ ჩვენ ბოლომდე ვერც ხვდებით ამ დღესასწაულის მნიშვნელობას და ამიტომ დღეს რა თქმა უნდა ჩვენ მე მგონი ერთი რამდენიმე წუთი კი მამა რა თქვით მე არ ვიცოდი ეს შეგვიძლია რომ ამაზე ვისაუბროთ მაშინ თქვენ როგორც გვაქვს კი დავიწყოთ ამით რასაც თქვენ იტყვით მამა ხო დავიწყოთ ამით იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი დღესასწაული რომ მისი გვერდი დავლათ შეუძლებელია და მე მინდა გითხრათ რომ ეს დღესასწაული თავიდანვე გეტყვით ეს დღე არის ეკლესიის დაარსების დღე ანუ ეკლესია პირველად შეიქმნა ამ სულიწმინდის გარდამოსვლის დროს. ნუ ჩვენ ვიცით რომ მან ესე იგი ეს ამის შესახებ ჩვენ ვკითხულობთ საქმე მოციქულთაში მეორე თავში და მე მინდა გითხრათ რომ ეს არის ის მომენტი როცა გადმოდის სულიწმინდის მადლი და მოციქულები ალაპარაკდნენ სხვადასხვა ენებზე და ეს ენები იცით როგორი იყო მაგრამ საინტერესო არის რომ იქ იყო ამ დროს ძალიან ბევრი ხალხი იყო
და არავინ ჩვენ ყველანი ვამბობთ რომ ხო ძალიან ბევრი ხალხი იყო მაგრამ რატო იყო იმ დროს ძალიან ბევრი ხალხი გასაგებია რომ ისინი არ ელოდებოდნენ იმას რა ქვია სულიწმიდის ვადის მოწვევას მაგრამ პრაქტიკულად მთელი ახლო აღმოსავლეთიდან თუ ვინმე იყო ის არის თუ ვინმე იყო ებრაელი იმ დროს იყო იქ ჩასული და ჩვენ ხშირად ვამბობთ ესე მექანიკურად ხო აი ძალიან ბევრი ხალხი იყო და ნახეთ მოდით ელემენტარულად უბრალოდ აღწეროთ ესე იგი აი ნახეთ აქ ჩამოწერილია რა კუთხეებიდან ებრაელები და პროზელიტები იყვნენ იქ ჩასულები და ძირითადად ებრაელები მარტო ისრაელში არ ცხოვრობდნენ ისინი იმ დროსაც მიმოფანტულები იყვნენ სხვადასხვა და ნახეთ პართელნი და მიდიელნი ელამიტები და შუამდინარეთის იუდეის კაბადოკიის პონტოსა და ასიის მკვიდრნი ფრიგიისა და პამფილისა ეგვიპტისა და კირინისა მომიჯნავე ლიბიისა მხარეს ცხოვრები რომით მოსულნი იუდეველნი და პროზელიტნი კრიტელნი და არაბნი ვისმეს როგორ ღაღადებდნენ და აი ამდენი ადამიანი იყო და არავის არ დაუსვე კითხვა თუ რატომ იყვნენ იმ დღეს ამდენი ხალხი იქ საქმე იმაშია რომ ეს დღე იყო ებრაული დღესასწაული შაბოთი ქვია შაბოთი და ეს იყო იმდან ნიშნულოვანი დღესასწაული რომ ყველა ებრაელი სადაც არ უნდა ეცხოვრა უნდა ჩასულიყვნენ იმ დროს აი იმ ტაძარში იერუსალიმში და რა არის შაბოთი ეს არის თორის როცა ღმერთმა ებრაელებს აჩუქა თორა და ერთდროულად ეს არის პირველი მოსავლის დღესასწაული როცა ისინი დღესასწაულობენ პირველ ჩვენით დრო იქ არის ძალიან ისეთი თბილი კლიმატი და აი ამ დროს უკვე ერთ მოსავალს იღებენ და აი ეს არის გაერთიანებული დღესასწაული პირველი მოსავლის დღესასწაული და შაბოთი ანუ როცა ღმერთმა ებრაელებს აჩუქა თორა აქაც გარკვეული სიმბოლიზმი არის ხო თორა ეს არის თავარი რაც აქვს ებრაელებს ხო ანუ ხუთი წიგნი მოსეს მეორე სახელი ამის არის თორა ხო და ეს არის აი ეს დღე და იმიტომ ამდენი ხალხი იყო მან და გადმოდის სულიწმინდის მადლი და აი აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი აი იმისთვის რომ ჩვენ გავიგოთ სულიწმინდის მადლის გადმოსვლის სიტუაცია ჩვენ უნდა გავარკვიოთ ქრისტეს მოსვლის შესახებ იმიტომ რომ ქრისტე ღმერთი არის ყველგან ყოვლის მომცვლელი არის ყველგან არის ღმერთი და ღმერთი ერთდროულად არის დროში აქაც იქაც პერმანენტული არის აქაც არის იმ სამყარო აი ჩვენ დაუშვათ ვართ შეზღუდულები ჩვენ ახლა ვართ ამ სტუდიაში და მეტი ასად არ შეიძლება ვიყოთ ღმერთი არის ყველგან და პირველად თელ კაცობრიობის ისტორიაში როდესაც ღმერთმა შეზღუდა თავისი ლოკაცია ადამიანის სხეულით აი ამ დროს ის უკვე შეზღუდული იყო როგორც ჩვენ შეზღუდულები რომ არ შეგვიძლია ერთდროულად ვიყოთ რამდენიმე ადგილას ღმერთმა ასევე შეზღუდა საკუთარი თავი და სხვათა შორის ეს საიდან ჩანს მას უნდოდა ბევრ ადგილას მისვლა საქადაგებლად და აღარ ქონდა ძალა და დრო და ამიტომ 70-დანი მოწაფეები გაუშვა იქ საკადაგებლად თვითონ ვერ მივიდა რა კარგს ამბობთ ხო სხვა რა ეს იყო შეზღუდული სხეულით და ღმერთი მოვიდა ჩვენთან კაცობრიობასთან და 33 წელი ჩვენთან ერთად იცხოვრა და მერე ამაღდა და იქ საიდანაც ამაღდა ხო მე იქ ანგელოზები გამოეცხადნენ მოწაფეებს და უთხრეს რომ აი ნახეთ აი როგორც ეხლა ამაღდა და წავიდა თქვენგან აი ზუსტად ისე აი აქ დაბრუნდებაო მაგრამ ღმერთმა და აქ ქრისტემ რა თქვა ანუ კაცობრიობას ყავდა ქრისტე მაგრამ ქრისტე უნდა წასულიყო და რა უთხრა კაცობრიობას მე თქვენ გამოგიგზავნით ნუგეშის მცემელს მე შევეხვეწები მამა ღმერთს რომ მან გამოგიგზავნოს თქვენ ნუგეშის მცემელი
და ჩვენ იცით რომ სულიწმინდის მადლი გადმოდის მოციქულებზე ცეცხლოვანი ენებით ისინი აი ამ ყველა ენაზე ალაპარაკდნენ იმიტომ რომ ყველას ესმოდა თავის ენაზე რასაც ისინი ამბობდნენ ლაპარაკობდნენ და მაგრამ რით განსხვავდება სულიწმინდის გადმოსვლა აი იმ დღეს რა ძველ აღთქმაში არ გადმოდიოდა სულიწმინდის მადლი ხო უამრავი მოციქულები იმაზე წინასწარმეტყველებზე ვიცი მე რითიც განსხვავდება ხო გადმოდიოდა მაგრამ ის გადმოდიოდა ერთჯერადად და ამ შემთხვევაში სულიწმინდის მადლი მოვიდა და დარჩა აი მეუფეო ზეცათაოს როცა ჩვენ ვამბობთ ხო სხვათა შორის არის ძალიან ბევრი არასწორი ლოცვანი სადაც მეუფეო ზეცათაო ასე წერია მოვე ჩვენ შორის და წმინდა ჩვენ ყოვლისაგან ბიტის ეგ არასწორი უნდა მოვიდა დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ჩვენ ყოვლისაგან ანუ სულიწმინდის მადლი მოვიდა და დაემკვიდრა დარჩა აი ამ სამ განზომილებიან სამყაროში აი ამ დედამიწაზე დარჩა სამუდამოდ და სადამდე და ის ჩვენ არ დაგტოვებს ის ჩვენ არ დაგტოვებს ის არის აი ღმერთი ის ჩვენ აი ბოდიში ძევლად დაგვიტოვა რომ ჩვენ არ გვეშინოდეს ანუ ის მომენტი როდესაც ის 10 დღე როცა ქრისტე უკვე აღარ იყო ამაღლებული იყო და სულიწმინდის მადლი არ იყო გადმოსული და კაცობრიობა ობოლი იყო ამ დროს აბა აღარ არის და დღეს ჩვენ გვაქვს სულიწმინდის მადლი რომელიც არის ჩვენ შორის და ყველაზე საინტერესოა რომ სულიწმინდის მადლი გადმოსცემს ჩვენ ეკლესიას ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს აი ასე აი როგორც აი რაღაცას გადმოსცემენ აი როგორც შირაღდანს როგორც იმას გადმოსცემენ ის გადმოსცემს ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს და ამიტომ ჩვენ დღეს გვაქვს ეს უდიდესი რა თქმა უნდა პატივი როცა სულიწმინდის მადლი სულ იმყოფება აი აქ და ამიტომ ნებისმიერ ჩვენი ზიარების მომზადება, ნებისმიერი სხვა საიდუმლოება, რომელიც ტარდება, ეს არის იმიტომ დაკავშირებული, უკვე ჩვენ არ გჭირდება სადღაც და სხვათა შორის მე ცოტა დამწყები ასეთი მორწმუნე ადამიანები მეკითხებიან, აი ძველ აღთქმას განსაკუთრებით რომ წაიკითხავენ, მამაო და რატო არა დღეს რატო არ არიან ასეთი წინასწარმეტყველებები, რომელიც ძველ აღთქმაში იყვნენ? აღარ არის საჭირო. აღარ არის საჭირო წინასწარმეტყველი. Თორე სულიწმინდის მადლი მოდის და ყველა ჩვენთაგანთან პერსონალურად მოქმედებს. ჩვენში მეტყველებს ეს სულიწმინდის მადლი. და კიდევაც მეტი. მე მინდა გითხრათ, აი მოციქული პავლე, აი აქ რამდენიმე ადგილი არის, თან რატო იცით, ერთი ადგილი რო იყოს, დაუშვათ, ხო? ნუ ჩვენ ვიტყოდით რომ დაუშვათ რაღაცა არის ისეთი დაწერილი ან რაღაც არასწორი თარგმნა არის ან რაღაცა ნახეთ და მის შემდეგ რაც სულიწმინდის მადლი გადმოვიდა ჩვენზე ნახეთ რაც გვეუბნება მოციქული პავლე ნუ თუ არ იცით რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა ანუ ჩვენი სხეული არის ტაძარი რომელშიც არის დამკვიდრებული სულიწმინდის მადლი ეს პავლე გვწერს რომელიც გაქვთ ღვთისაგან და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს. თქვენ თავს უკვე აღარ ეკუთვნით. იმიტომ რომ თქვენ ხართ ღვთის ტაძარი. და ნახეთ თუ ვთქვათ რომ ეს დავუშვათ ზედმეტად მოვით ახლა მე სამს წავიკითხავ მაგრამ ძალიან ბევრია სხვათა შორის მე მარტო სამს წავიკითხავ და ნახეთ ეს რა ძლიერი სიტყვებია და რა ესე იგი რა სტატუსში ვიმყოფებით დღეს ჩვენ დავდივართ და ვერ აღვიქვავთ ნახეთ რა წერია ნუ თუ არ იცით რომ ღვთის ტაძარი ხართ და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში ანუ ის ეპიზოდურად კი არ გადმოდის აი ეს არის საინტერესო არამედ მკვიდრობს მარადიულად მკვიდრობს თქვენში და ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს მას ღმერთი რადგანაც ღვთის ტაძარი წმინდა და ეს ხართ თქვენ ანუ რა არის ადამიანი
არის იგივე ღვთის ტაძარი და თუ მე ადამიანს ვაცდუნებ, ცუდ გზაზე დავაყენებ, ცუდ ჩვევებზე გადავიყვან, ხო, მივაჩვევ რაღაც ცუდ ჩვევებს, ნარკოტიკებს, რაღაცებს. ამით მე ვაქცევ, მე ეს იმის ადამიანისთან ასე მოქცევა, დანგრევა მის ის არის ტაძრის დანგრევის ტოლფასი არის. მე რო ეხლა თქვენ რაღაცა თქვა მიგაჩვენთ რაღაც ცუდ რაღაცას, ხო? ეს იგივე რომ ეხლა მივიდე და ერთი კაი ძველებური ტაძარი დავანგრიო ბოლომდე. ფუნდამენტამდე, საძირკვლამდე დავანგრიო. აი რაც გვეუბნება ჩვენ. ხედავთ, რომ ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს მას ღმერთი. მე ღმერთი მას დააქცევს. აუცილებლად. ხო. რადგანაც ღვთის ტაძარი წმინდა და ეს ხართ თქვენ ხართ. ნახეთ რამხელა სტატუსი არის. ხანდის ჩვენ ადამიანობა. ხო, ჩვენ ცხოვრობ და ვერ აღვიქვავთ ვინ ვართ ჩვენ. ვერ აღვიქვავთ. და ნახეთ კიდე რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა. ეს კიდე სხვაგან წერს. როგორც თქვა ღმერთმა, ნახეთ ეხლა რა საინტერესო. დავიმკვიდრები მათში და ვივლი მათ შორის. მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. აჰა. ნუ მაგაზე მეტი რა შეიძლება თქვა, ხო? ამაზე შეიძლება 5 სადოქტორო დისერტაცია დაწერო ღვთისმეტყველებაში ახლა. და წარმოიდგინეთ, აი ამ სულიწმინდის მადლის გარდამოსვლის შემდეგ, აი 50 დღეს, ვინ გავხდით ჩვენ? ჩვენი სხეული რა გახდა? და რამდენად დიადი დღესასწაული. ამიტომ ეს დღე ითვლება ეკლესიის დაარსების დღედ, იმ დღეს დაარსდა ეკლესია და ეს დღესასწაული არის შობის დღესასწაული. ანუ პირველად კაცობრიობა მიიღო ძე ღმერთი, რომელიც იშვა და 33 წელიწადი ჩვენ შორის იყო, მაგრამ ამჯერად უკვე გადმოვიდა სამების მესამე წევრი, სულიწმინდის მადლი და რომელიც სამუდამო დარჩა ჩვენთან. და უნდა ქრისტეს ჩააბაროს ჩვენი თავი მეორედ მოსვლის დროს. აი ეს არის, ამიტომ ამ დღესასწაულის მნიშვნელობის უბრალოდ გადაფასება უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ რო ეხლა რამდენიმე საათია გვიჯდეთ და ამ საკითხზე ვისაუბროთ, მაინც ვერ რომ მაგაზე მეტი რა უნდა. მოვიდა სულიწმინდა და დაემკვიდრა ჩვენ შორის. და წმინდა ყვენ ჩვენ. ხო, და წმინდა ჩვენ. ხო. და ჩვენ ვართ ეხლა სულიწმინდის მადლის ტაძარი ვართ. ჩვენშია სულიწმინდის მადლი. ამიტომ აღარ გჭირდება ჩვენ წინასწარმეტყველები. ჩვენ შეგვიძლია და ეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ღვთის მადლი ჩვენში არის, ის გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გქონდეს პირდაპირ ურთიერთობა ღმერთთან. ხო. და ამხელა ძალა ჩადო ჩვენში. ხო, ამხელა. და ასეთი დიდი დღეს. გადაშვის ესეთი ხა დღეს ახაც დაემთ ხო ეს ახაც ჩვენ ამაზე საუბრობთ, ესეთი ადამიანი იყო მამაო, რომელზეც ვისაუბრეთ და ესეთი ადამიანები ბევრი არიან. ნუ რა თქმა უნდა, სასულიერო პირები ხო მით აი სხვათა შორის ამას მინდა მამაო ყურადღება მივაქციო რა, ეს მოციქულებზე რომ გადმოვიდავ თქვენ რო ამბობთ, რომ ესე რომ აი მათ დაუტოვა ეს ხო? აი მღვდელი რამდენად მნიშვნელოვანია მამაო დღეს, რომ წარმოგიდგენთ ახლა ის სულიწმინდის მადლი ვიში მოდის, ხო? და ეს მადლი ცით როგორ მონდის, ახლა გეტყვით. აი თუ შეიძლება, იმიტომ რომ ამის მონაწილე ყველა მღვდელია დღევანდელი. და აგიხსნით, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ისტორიულად გვაქვს უწყვეტი ჯაჭვი, ანუ მოციქულებმა როგორ აკურთხეს თავისი მოწაფეები, მე ამათმა როგორ მოწაფეები და ეს უწყვეტი ჯაჭვი მოდის ჩვენ პატრიარქზე და მე პატრიარქმა, ანუ ეს უწყვეტად მოდის, აი ეს 50 დღეს რო გადმოვიდა სულიწმინდის მადლი მოციქულებზე და ამათმა მე თავისი ეპისკოპოსები და პრესვიტერები რო აკურთხეს და ეს სხვათა შორის შეიძლება ეგ წერია ჩამოწერილიც არის. როგორ 12 მოციქულს. ხო, ამ მოციქულებმა ვინც აკურთხეს, მე იმათმა ვინც აკურთხეს და საბოლოო ჯამში, აი დღეს იგივე ჩვენ პატრიარქზე რა ისი რომელი იმიდან მოციქულიდან, რომელი ხაზიდან მოდის აი ეს სულიწმინდის მადლი, ეს ცნობილი არის. ხო. ეს ისტორიულად განხილული არის და არის უბრალოდ ხლამას დიდი დრო უნდა ამის ჩამოთვლას, მაგრამ და მე უკვე პატრიარქმა თავის მხრივ მამაო, რა მაინტერესებს იცით, აი ეკლესიას და სიტყვაზე სასულიერო პირს თვითონ ვინც ებძვის?
არა აქვს მნიშვნელობა რა მიზეზის და გამო რა თუნდაც მიზეზიანად ებძოდეს ვიღაცა ხო ჯერ რა ვქვია ებძვი არ შეიძლება მაგრამ სიტყვაზე შენი მიზეზი გაქვს რომ ვიღაცა გაანადგურო ამ შემთხვევაში ამ დღესასწაულს ხო ტკენ ხო გულს და ეს ამ დღესასწაულთან როგორი ის არის ხო სიტყვაზე თუ შეიძლება მამა აი რატო არ შეიძლება აი ცეცხლთან თამაში ზუსტად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა ხო და აი ხო წავიკითხეთ რომ ვინცო დაანგრევსო დაძარსო ის ღმერთი ის მას ღმერთი დაანგრევს ხო ამაშია საქმე იმიტომ რომ ეს ეკლესია ამ ეკლესიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ეკლესიამ უნდა ატაროს კი მე ახლა ვაღიარებ რომ შეიძლება ჩვენ კოლეგებში იყოს შემცდარი ადამიანები ეს უცხო ადამიანები რაღაც მიმასნული ადამიანები მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს თვითონ აქ საუბარი მიდის ეკლესიაზე როგორც მოვლენაზე რომელმაც უნდა ატაროს ეს ადამიანები და მიიყვანოს ისინი ქრისტეს მეორედ მოსვლამდე უნდა მიიყვანოს კი აი ამაშია საქმე და ამიტომ და ამ მისიას მე მგონი ჩვენ შევასრულებთ ჩვენ ვალდებულები ვართ და ჩვენ ამ მისიას შევასრულებთ რომ ჩვენც მივიდეთ ჩვენი მრევლიც მივიყვანოთ იქამდე და აი ეს არის და ვერავინ ვერ შეგვიშლის ხელს და რატომ იმიტომ რომ ქრისტემ თქვა რა უთხრა პეტრეს შეხალკლდე და მე შენზე აღვაშენებ ეკლესიას და ჭენი ჯოჯოხეთესანი ვერ მოერევიან მას ანუ ეკლესიასთან ბრძოლა ეკლესიასთან სულ ებრძოდნენ ქრისტიანობასთან სულ იყო ქრისტიანობა არის მოწამეობრივი რელიგია თქვენ იცით რომ ქრისტიანობა როგორ დაიწყო ქრისტიანები რო კლავდნენ ქრისტიანების მკვლელობა ეს იყო რაღაცა გართობა იყო როგორც ახლა სტადიონზე დადიან ადამიანები ფეხბურთის საყურებლად ისე დადიოდნენ კოლიზეუმში რომ ეყურათ როგორ კლავენ ქრისტიანებს ლომი როგორ ჭამს და ხო ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი იყო ცხოველს უფრო უპირატესობას ანიჭებდნენ ვიდრე ქრისტიანს ხო და უყურებდნენ და ერთობოდნენ ამით ამის კი ხო არ მიდის მამა იმიტომ რომ აი ბევრი ხარობს მამა ამ მომენტებით ეხლა ბევრი რაღაცა მოხდა კიდე სოფლიოში აი ქრისტიანებს რო ესეხრიტავდნენ რაღაცა მე მინდა გითხრათ რომ ქრისტიანული ეკლესია ყოველთვის ძლიერი არის როცა ის არის დევნაში ხო დევნაში არის ძლიერი მე მინდა მოგიყვეთ ასეთი რაღაცნაირი მოვლენა როგორც არის კურდღელი საქმე იმაშია რომ ჯამთელ კურდღელს მგელი ვერ ეწევა თუ რომ კურდღელს აქ ძალიან მაგარი ფეხები არა სისწრაფეზეც არ არის აქ მას აქ ფეხებზე ისეთი ძლიერი ძვალი რომ მას შეუძლია განავითაროს 60 კილომეტრი სიჩქარეში და გაუჩერებლად დიამეტრალურად შეცვალოს ვექტორი სირბილის ეს ამ დროს იცით იმდენი ჟე დაწოლა მიდის ძვალზე რომ აი ბევრად უფრო მეტი ვიდრე კოსმონავტზე რომელიც მიფრინავს კოსმოსში მგელმა რომ იგივე გაიმეოროს ის ძვლებში დაიმტვრევა იცით როგორ აი ფეხებში ძვლები ყველა ძვალი 3-4 ადგილას დაიმტვრევა ამიტომ მგელი ვალდებულია რომ გაჩერდეს და მერე მოტრიალდეს და შეცვალოს ვექტორი სირბილის და კურდღელს ეს არ სჭირდება მორმის 60 კილომეტრის სიჩქარით და უცბად კლიანად თვლის ვექტორს სხვათა შორის მისი ფეხის ძვალი აი ასე სწორედ დადეს დაამაგრეს ზემოდან რაღაცა ფიცარი დაადეს და მძიმე დიდი ავტომობილი დადეს და დაიჭირა ჩვეულებრივად ხო და რატო გეუბნებით ახლა საქმე იმაში მე ვიცი ატომაც ამბობ და ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობ იმაში არის რომ გელი ჯამთელ კურდღელს ვერ ეწევა ის ეწევა მარტო ავანტყოფ კურდღელს და ავანტყოფი კურდღელი რომ მივიდეს სხვა კურდღლებამდე სხვათა შორის მათში აი ეს დავადება ძალიან იცის გავრცელება და შეიძლება მთელი ეს კურდღლები დახოცოს ამიტომ ამ ერთი ავანტყოფი კურდღლის დაწევით და შეჭმით ის გადაარჩენს აი ეს დანარჩენი კურდღლები და ვინც მებორცეობით არის დაკავებული იციან მე ნამდვილად ვიცი ეს სიტუაცია ჩახედული ვარ რომ რაღაცა ერთ-ერთი კურდღელი რო ავად რო გახდა ვერ შეამჩნიეს ვერ გადაიყვანეს გვერდზე და 200 კურდღელი დაეხოცეთ იმდენად ეს
ეს არის დაქვემდებარებულია აი ამ დაავადებას. ამიტომ მგელი რო დაძდებს კურდღელს ეს კარგია მისთვის. იმიტომ ქვია რომ მგელი არის ტყის სანიტარი არის. ამიტომ შენ როცა ხარ დევნაში შენ მოქმედებ. შენ ხარ მოდუნებული ხარ. როცა მოდუნებული ხარ, აი მე მინდა გითხრათ, მოდით ასე ვთქვათ. მოდით ახლა მაშინ რა კი ამ საკითხს შევეხეთ. კი, ძალიან მინდა, ძალიან. აი საბჭოთა ჩვენ ყველანი ვიყავით რუსეთის იმპერიაში, ხო? და რუსეთის იმპერიის დროს 99 და 19 ადამიანების ყველა იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი. ყველა ინათლებოდა, ამ დროს ესე იგი ეკლესიას ჰქონდა მაჩის ბიურო ეკლესიის ხელში იყო, ანუ დაბადების მოწმობა და ნათლობის მოწმობა ერთად გაეცემოდა და იგივე 1-2 წლის შემდეგ 2 წლით ადრე რევოლუციამდე კვირას და იმას როცა ლოცვა იყო ტაძრებში ყველა უბანს თავისი ტაძარი ჰქონდა პრაქტიკულად ქალაქები царიელდებოდა ყველა მიდიოდა ლოცვას უცბად მოვიდნენ აი ეს რევოლუციონერები რა ვიცი რაღაცა 1-2 რაღაცა სიტყვა უთხრეს და აი ეს ხალხი რადიკალურად ვინც იყო მორწმუნე და ხატებს კოცნიდა გამოვიდნენ დაიწყეს ეკლესიების გრევა ხატების მტრევა ღლების გაპარსვა და ცემა და მერე უფრო დახოცვა და ასე შემდეგ და ეს აკეთებდა ის ხალხი რომელიც გინდაც რევოლუციამდე გინდაც რამდენიმე თვით ადრე დადიოდა ეკლესიაში და პირჯვარს იწერდა მე ამაზე ბევრი ვიფიქრე და იცით მოვძებნე რატომ რა მოხდა იცით საქმე იმაშია რომ იმ დროს ეკლესია იყო სახელმწიფოს კმაყოფაზე ანუ ღვთელი იყო ჩინოვნიკი მას ჰქონდა ოფიციალური ხელფასი როგორც ჰქონდა ჩინოვნიკს რომელიღაც რანგის ჩინოვნიკს მითანაბრებული ეპისკოპოსი კიდე რაღაცა მაღალი რანგის ჩინოვნიკს და აი ასე ჰქონდათ ხელფასი სახელმწიფოდან ყველანაირი თანადგომა ჰქონდათ მეფე ვერ იკურთხებოდა პატრიარქს არ ეკურთხა ან სინოდის წევრებს არ ეკურთხათ მეფე და ეს ჰქონდათ გარანტირებული კონკურენტი არ ყავდა პრაქტიკულად იმ დროს ეკლესიას და გასაგები იყო რომ საღვთელოებას შორის და მრევლს შორის აი ეს კავშირები ძალიან შესუსტდა ფორმალური ხასიათი მიიღო და იმიტომ ის ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ რომ აი თქვენ ხართ რომელი ეკლესიის წევრი ბრძანდებით მრევლი აბა აუ ყველგან დავდივარ ნუ აი დავუშვათ იმ ერთ-ერთ ეკლესიაში სადაც თქვენ დადიხართ უცბად ხვალ ვიღაც რევოლუციონერმა რაღაცა თქვა და თქვენ მივარდეთ თქვენ ეკლესიაში დაანგრიოთ ის მამაო გალახოთ ეკლესიის ტაძრები და ესეთი ხატები დაწვათ და სამრეკლოდან ზარი გადმოაგდოთ არა იმიტომ რომ ჩვენ დღეს გვაქვს ცოცხალი ურთიერთობა და მაშინ ის იყო აი ამ ბიუროკრატიული ესტაბლიშმენტის წევრი იყო ეს ღვთელი ხშირ შემთხვევაში არა იყო რა თქმა უნდა ვიღაც ბერები მამები გამორჩეული მონასტრებში ასე შემდეგ მაგრამ ძირითადად ეს თეთრი საღვთელოება იყო ჩვეულებრივი ჩინოვნიკი იყო მოდიოდა ასრულებდა თავის სამუშაოს სამსახურში მოდიოდა სამსახურებაში ხო სამსახურში მოდიოდა ამიტომ მე არაზოს არ ვისურვებდი რომ ჩვენი ეკლესია აღმოჩნდეს ასეთ პოზიციაზე ეკლესია მაშინა ძლიერი, როცა მას ყავს კონკურენტი, როცა მას დევნიან, როცა აი ამ იმაში არის მაშინ იწვრთობა ეკლესია, მაშინ ხდებით ჩვენ ძლიერები, მაშინ ჩვენ ვიწყებთ ფიქრს. აი იცით როგორ არის ყველაზე კარგად ეს დამტკიცებული ფაქტია. ყველაზე აქტიურად ახალი და უფრო თანამედროვე იარაღის შექმნა ხდება საომარი მოქმედებების დროს. სახელმწიფო იმ დროს ქმნის ყველაზე პრაქტიკა გაჩვენებს შედეგიან იარაღს, ომის დროს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ მებრძოლი ეკლესია
და ჩვენ უნდა ამისთვის ყველაფრისთვის ვიყოთ მზად. და მით უმეტეს მე ძალიან კარგად მახსოვს მე სანამ 11 წელიწადი მე ვიყავ ეკლესიის წევრი და ეს სახელმწიფო ამ დროს იყო ათეისტური სახელმწიფო და ეკლესია იმყოფებოდა წნეხის ქვეშ. მართალია საქართველოში ნაკლებად, მაგრამ მე მინდა გითხრათ ეს იყო ჩვენი პატრიარქის დამსახურება, მან ძალიან კარგად მოახერხა რაღაცების გაკეთება. პატრიარქი ჩვენი იყო, აი როგორც იცით როგორი, აი როგორც აი ძალიან კარგი ლოცმანი. აი როცა გემი შედის აისბერგების ადგილას და იქ ბევრი აისბერგი, ყველა კი არ ჩანს ზემოდან. ზოგი წყლის ქვეშ არის და არ ჩანს. ზაკრული აისბერგები და ასეთ აისბერგს დაეჯახა ტიტანიკი. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს უხილავი აისბერგი, რომელიც წყლის ქვეშ არის. და აი პატრიარქმა აი ეს 11 წელიწადი, რასაც მე უყურე, პატრიარქმა იარა და მოახერხა სანამ უკვე თავისუფალი გახდა რელიგია, იქამდე ეს ეკლესია, იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ, მე ხლა რუსეთში ვსწავლობდი და ვიცი, რუსეთში ბევრად უფრო მძიმე იყო ეკლესიის მდგომარეობა ვიდრე საქართველოში. ამ დროს ერთი კანონი იყო, ერთი ქვეყანა. აქ უფრო გამოეპარებოდათ, იმიტომ რომ არა, იცით ამხელა სიბრძნე. რუსეთში ბავშვის ნათლობა თუ გინდოდა, მშობლების პასპორტები უნდა მოგეტანა და ჩაგებარებე და ეს უნდა დაეწერათ და მერე გაეგზავნათ, რომ ამა და ამ ხალხის შვილი მოინათლა. ან ჯურისწერა რო უნდათ, ესე იგი ყველა აღირიცხებოდა. ანუ ყველაფერი ირიცხებოდა. ჩვენთან ეს მე მათ პრობლემები ექმნებოდათ. ხო, რა თქმა უნდა, ექმნებოდათ და ჩვენი პატრიარქის მეშვეობით, ასეთი მეწადინეობით სადავახციეთ. ხო, ჩვენ აი ეს 11, იმიტომ რომ მე აი რუსეთში რასაც უყურებდი და ჩვენთან რასაც უყურებდი, ნუ შეუდარებელი იყო პრაქტიკულად ჩვენი ეკლესია ბევრად უფრო მოქმედი იყო, თავისუფალი იყო. მეტი ინტელიგენცია იყო ჩართული ამ იმაში და ვერ მოერიან ღვთის ძალას ვერ მოერიან. და წარმოუდგენ მთელი ინტელიგენცია იმ დროს იყო ჩვენთან. მოწინავე საბჭოთა კავშირის საქართველოს მოწინავე ინტელიგენცია იყო ჩვენთან. თუ შეიძლება მომო თქვენ ხ პატრიარქთან ხართ, რავი 40 წელზე მეტი არის და თითქმის მასთან ერთად აიდგით ფეხი და თუ შეიძლება მომო რამე რო გაიხსენოთ ისეთი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ იცი და რამე ისეთი გითხარით აი სიტყვაზე მეც რო არ ვიცი. ამას მე ახლა ვერ გავიხსენებ, ეს ვიცი, მაგრამ ვერ გავიხსენებ, იმიტომ რომ ეს მოხდა ზუსტად იმ წელიწადს, როცა მე დავიბადე. ამ ქვეყნად, ანუ რა მოხდა? მე მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ყველა საეკლესიო ინსტიტუტების გრევა მოხდა და რაც მთავარია, სასწავლო ინსტიტუტების გრევა. ანუ 63 წლამდე საქართველოს არ გააჩნდა სასულიერო სემინარია, სასულიერო სკოლა. არა ვითარი რაღაცა მომზადების კურსებიც, არაფერი არ იყო. და წარმოიდგინე, როგორ უნდა მოამზადო შენ კადრი. როცა ამას გინადგურებ. ხო, სასწავლებელი არ გაქვს და 63 წლამდე, ნუ მოდით გავაღიაროთ, რომ სასულიერო პირი იკურთხებოდა საქართველოში, მათ რა ქვია, ნუ ეპიზოდურად რა, ესე რაღაცნაირად, მართალია ჩვენი პატრიარქი სწავლობდა ზაგორსკის, მაშინ ზაგორსკი ერქვა, ახლა სერგეი პასადი არის, ის სემინარია და აკადემია დამთავრებული, ხოლო საქართველოში ეს არ ქონდა ჩვენ არაფერი. არ იყო. და 63 წელს ეს მოხდა, ახლა მე ვიცი ზუსტად ერთი ადამიანისგან, ვინც ამის მომსწრე არის, რა მოხდა. მისი უწმინდესობის და უნტარობის დედა და მამა გარდაეცვალნენ და მათ ჰქონდათ მცხეთაში სახლი. მე თქვენ მაშინ ეკლესიას სახსრების ხრივ და აი თანხები ძალიან გვიჭირდა. აი უკიდურესად ის და პატრიარქმა ადგა გაყიდა, აიმიტომ ეს კერძო სახლი იყო, მშობლების სახლი და ამ ფულით სამთავროში ააშენა შენობა და იქ გახსნა პირველად 63 წელს სასულიერო სემინარია, რომლის პირველი რექტორი იყო პატრიარქი. მე რა თქმა უნდა ნაკლებად ვიცი, ახლა არიან დაუშვათ კიდაც მეუფე დიმიტრიმ, შეიძლება ამაზე უფრო მეტიც მოგვიოს, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენ ეკლესიაში. როცა ჩვენ უკვე შევძელით, რომ პროფესიონალურად დავიწყეთ სასულიერო პირების მომზადება.
და ამ სემინარის გახსნა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი და მოვლენა ამ ჩვენი ეკლესიის აღორძინებაში. 63 წელს ეს მოხდა. ეს არის ის ბევრმა იცის. ბევრმა არ იცის და აი ესეთი პატრიარქი რო. და თავისი მშობლების სახლი გაყიდა. რო გარდაიცვნენ, ეს სახლი გაყიდა ცხეთაში, იმიტომ რომ უკიდურესად გვიჭირდა იმ დროს სახსრები არ ქონდა, ვერ ავაშენებდით. და ის დღეს რო ის არის აშენებული, აი ეს ორსართულიანი შენობა ეს არის, აი ეს არის აი ამ თანხით აშენებული. კარგი რა, ეგ არ ვიცოდი. ხო. ძალიან ღირსეული მონოზნები ცხოვრობენ დღეს იქ და ქეთევანის თამადობით. ხო. ნუ იქით არის ისინი ცოტა რაღაცა იყო, მაგრამ აი ეს გარეთ რაც არის, აი ეს შენობა, რაც ბეტონის თანამედროვე შენობა, ის გახდა და ის გახდა სასულიერო სემინარი, რომელიც მეც თავის დროზე დავამთავრე და ბევრ ადამიანს აქვს. ძალიან ბევრს აქვს დამთავრებული და მან ძალიან დიდი როლი. მე გეუბნებით, იმიტომ რომ იქ სადაც არ არსებობს სასულიერო სკოლა, იქ სასულიერო პირების ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია. ზედმეტია უბრალოდ. და მე ვიცი რომ ძალიან ესეთი დაბალი დონე იყო. და ეს ზუსტად პატრიარქმა ისაქნა დაარსა, თვითონ იყო ლექტორი, თვითონ ლექციებს კითხულობდა, მან მოახერხა რომ მოიწვია ლექტორები და ნელ-ნელა დაიწყო უკვე ძალიან ესეთი პროფესიონალი სასულიერო პირების აღზრდა. და ეს მთელი ეს ისა წესდება დაარსდა, როგორ უნდა იქ იყოს, რა საგნები უნდა გადიოდნენ და ასე შემდეგ და სხვათა შორის ის კი არა ბიოლოგიასაც გადიოდნენ სემინარიაში. ადამიანის ჩონჩხიც ჰქონდა ჩვენ. რამხელა მწოდნე და რა მაგარი სასწაული პატრიარქი. ხო, აი მან ესე იგი ეს, მაგრამ არ შეეშინდა. არ შეეშინდა. აი აქ არის მისი გამბედაობა, ახლა წარმოიდგინე იმ დროს თან ეს არის ჯერ ხრუშჩოვის დრო. თქვენ იცით რომ ხრუშჩოვის დროს ისევ ეკლესიის მიმართ, აი სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებში ეკლესიის მიმართ გარკვეული ესეთი იზმიეცა თავისუფლება და რაღაც ცოტა მოეფერნენ ეკლესიას და ასე შემდეგ. მაგრამ ხრუშჩოვის დროს ისევ დაიწყო სერიოზული დევნა ეკლესიის და ხრუშჩოვმა დადო ისა რომ პირობა რომ ეკლესიამ უნდა თავისი შეგნებით მან და გაქრეს, უნდა თქვან რომ ჩვენ რაღაც სისულელებში ვართ და აღარ გვინდა ეკლესია და თვითონ ჩვენ მორწმუნე და იყო ხრუშჩოვის დროს ძალიან ბევრი რაღაცა დაიკეტა. ხრუშჩოვის დროს ძალიან ბევრი ხრუშჩოვის დროს ისიც კი უნდოდა რომ იმ დროს ლენინგრადი იყო, ლენინგრადის სასულიერო აკადემია დაეკეტათ და სემინარია და იმ დროინდელმა მიტროპოლიტმა ნიკოდიმოსმა მოახერხა და აფრიკიდან ჩამოიყვანა ეთიოპიიდან სტუდენტები და დასვა იქ. და იმ დროს საბჭოთა კავშირში ძალიან ისე იყო ესეთი ტრენდი იყო რომ აფრიკელი სტუდენტები იქო ჩამოყვანილი ყავდათ იმაში სხვადასხვა სასწავლებლებში დამავიწყდა იმის ის პატრის ლულუმბასის იყო რაღაცა და ესეთი ტრენდი იყო რომ ჩვენ საბჭოთა კავშირი ახლა აფრიკაში შევიდა და უნდა ჩვენი სამზადოთ და ანუ უთხრა რომ უკვე კეტავდნენ და რა უყო ამ ჩემ აფრიკელ სტუდენტებს ვერ გაბედეს. ანუ არსებულს ხურავდნენ და აი ამ დროს პატრიარქმა მოახერხა გაბედა, მივიდა და ამიტომ რომ თავისით ვერ გახსნიდა, რა თქმა უნდა სახელმწიფოდან შირდებოდა ნებართვები, 1000 ნებართვა, 1000 ის იყო საჭირო, რაღაცა წესდების დაწესა, ვინ, როგორ, რანაერად და ყველაფერი და მან მოახერხა აი ამ ნებართვების მიღება, მშენებლობის მით უმეტეს ეს სამთავრო ეს არის ისტორიული ის არის, ძეგლი არის და იქ ნებისმიერი მშენებლობა არის ძალიან გართულებული ნებართვა რო შენ ერთი პატარა ჯოხი დრო შეერჭო, ესეც გჭირდება ძალიან ბევრი შეთანხმებები და იქ იმ შენობის აშენება და რაც თავარი იმ დროს, აი ხრუშჩოვის დროს, აი ასეთი, როცა დაიწყო ისევ დევნა ეკლესიის აი იმ დროს ესე იგი მოახერხა და მიიღო ეს ნებართვა. ნუ ეს რა თქმა უნდა ჯერ უფრო ადრე გახდა 60 წელს, 61 წელს ეს ყველაფერი და 63 წელს უკვე გაიხსნა ეს სასულიერო სემინარი და მე მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან დიდი გარღვევა ჩვენ ეკლესიაში.
ხო რაც მოხდა და და სხვადასხვა დღეს როგორ მაღლა ძალიან ღირსეულად გრძელდება ეს ხაზი მაგრამ ძალიან დიდი და თან სიმბოლურია რომ იმ წელს დავიბადე მე და სასულიერო მე და პატრიარქ იმ დროს იყო მიტროპოლიტი და რექტორი იყო აი ამ პირველი რექტორი იყო აი ამ სასულიერო სემინარიის. სხვადასხვა მეუფე დიმიტრი ახსენეთ. მამა ელისეც მინდა ხოლმე მოვიწვიო მამა რევაზი სიხარულიძე. თქვენ ეს ერთად მოდიოთ მეუფე დიმიტრის აი ძალიან დიდი სიყვარულით მოვიწვიოთ. მეუფე დიმიტრის ამის შესახებ რა თქმა უნდა მე გაგაცილებით მეტი ეცოდინება, რა თქმა უნდა უფრო დეტალურად ეცოდინება ეს ყველაფერი. მაგრამ ნუ მეუფე დიმიტრი ესეთი ძალიან თავდაბალი ადამიანია და ასეთ რაღაცებს არ საუბრობს და ძალიან კაი ადამიანია, თუმცა ამას წინათ ისე გვერდში დამიდგა რაღაცაზე. ხო. სასწაული კაი ადამიანია და დიდი ძალიან თავდაბალი ადამიანია და ქედან გამომდინარე ის ამის შესახებ, მაგრამ მე რატომღაც ჩავთვალე რომ ეს მე აუცილებლად კითხავ. საზოგადოებისთვის ყოფილიყო ცნობილი რომ აი ეს ამბავი და იმიტომ რომ სახსრები არ ქონდა. არავითარი სახსრები შენობის იმ დროს რო აეშენებიათ თან ეკლესიაზე ყველაფერი ძვირად იყიდებოდა. და პატრიარქმა ესე გაყიდა მშობლების სახლი და აი იმ სახსრებით დააშენა ეს. და როგორია მამაო რომ მშობლის სახლ შეელიო, ხო? როგორია? ესეც კიდე ამხელა სულიერება აქვს ადამიანს. სახლი გაყიდა და ამით იმიტომ რომ არავითარი საშუალება არ იყო იმ დროს სხვა რანაირად აეშენებიათ და მამაო 8 წუთი დარჩა ბოლოს და რას ურჩევდით ადამიანებს მამაო აი როგორ აი წარმოგიდგენთ მამაო ეხლა ვიღაცები განიკითხა ვიღაცებს რაღაცა და აი შეიძლება აი ამდენი რაღაცა იყოს გაკეთებული და რაღაც ჩვენ არ ვიცით ადამიანს არ ვიცით თუ შეიძლება რომ გვითხრათ რა ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც არ ვიცით ადამიანებს რა გაკეთებული რა გზებზე იარეს რა გააკეთეს და ამასთან დაკავშირებით მოდით იცით რა ისე ვქნათ საქმე მაშინ რატო განვიკითხავთ ჩვენ აი ნახეთ იგავში რა წერია აი ეს არის გენიალური აი იგავი ახლა რო გავსდა და წავიკითხოთ სხვადასხვა მამაო თქვენ სანამ წაიკითხოთ ესეთი გადაცემა თქვენთან რაც ვართ აი რა ვიცი ჩემი თალთა ხედით არ გამომსვლია დიდი მადლობა ნახეთ რა წერია ცილის წამებლის სიტყვები ნუკბარი საჭმელივითა და მუცლის შუაგულამდე აღწევს აი ასე არის როცა ჩვენ ვიღაცაზე ცილის წამებას რაღაც განკითხვას იმას იმაშრება ხო ის რაღაცა როგორც აი გებრიელის საჭმელი არის ჩვენ ვისმენთ და აი შემოდის ჩვენში მაგრამ ეს ცილის წამება ეს არის რა თქმა უნდა განკითხვა აი რა უფლებით ჩვენში გვაკუფლე ჩვენ ხო არ ვიცით რა მოხდა აი მოდით გავიხსენოთ ის ამბავი როცა ქრისტესთან მოიყვანეს ქალი რომელიც მხილებული იყო რომ მას მაშვრებოდა უღალატა ქმარს და უთხრეს რომ უნდა ქვებით ჩავქოლოთო ეს ქალიო და ქრისტემ რა უთხრა ცით მაგრამ აქ მომენტია ფსიქოლოგიური მან შეხედა მათ თვალებში და უთხრაო ვინც უცოდველია პირველად ისრულოს ეს ქვა და ყველამ დაიშალა რატომ იმიტომ რომ ქრისტემ იცოდა ამ ქალის წარმოიდგინეთ იმ დროს ასეთი რამის ჩადენა როცა ქვრიანი ქალი წავა და ვიღაცასთან იმაშრება ხო ეს 100%-იანი სიკვდილზე მიდიოდა რატო გააკეთა მან ქრისტემ იცოდა დაბადებიდან როგორ დაიბადა როგორ მოვიდა აქამდე რა ჭირდა რის გამო ეს მოხდა ხო ანდა მოდით გავიხსენოთ კიდე ერთი მომენტი როცა ქრისტე მოდის სიმონის სახლში და იქ ძალიან ბევრი ხალხი არის შემოსული და უცბად ვიღაცა მეძავი ქალი გამოძურა მივარდა ქრისტესთან მის ფეხებთან დაიჯდა დაიწყო ტირილი და ეს სრემლები პირდაპირ ჩამოდიოდა მის ფეხებზე და თავის თმებით აშრობდა მას და ყველა და ესეთი სცენა იყო ხო და ყველა ვინც იყო იქ ყველა და ვერმაც თქვა ეთყობა არ არის წინასწარმეტყველი და არ იცისო ვინ არისო ეს ქალიო თორემ არ მისცემდა საშუალებას რომ მას რო გაკარებულიყო და სიმონიც ფიქრობდა ვაიმე არ იცის ქრისტემ მაგრამ ქრისტემ კი არც თუ არ იცოდა ქრისტემ იცოდა დაბადების დღიდან ამ ხალხს რა ჭირდა რატო მოვიდა აქამდე და იმ ქალმაც ხო რატო სხვას რატო არ დაუჯერა? როცა მივიდა ქრისტესთან, მან ნახა
პირველად ერთადერთი ადამიანი, რომელიც მის ფიგურას, მის თმებს, მის რაღაც გამომწვევ კი არ უყურებდა, არამედ მის სულში უყურებდა. და იმიტომ მოხდა, რომ დადნა ეს ყინული მის სულში და მან დაიწყო ტირილი. აი რაშია საქმე. ჩვენ უნდა შევხედოთ ეს. აუ რა სწორს საუბრობთ მამაო რა ეს ყველა რო ვიცოდეთ რა კარგი იქნება და მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ როცა საუბრობთ ვიღაცაზე ჩვენ არ ვიცით და მოდით ახლა წავიკითხოთ ღმერთმა რა თქვა აი მოდით ახლა ერთი წამით ნუ ეს არის გენიალური რაღაცა მართლა გენიალური არის აი მოდით ისიც თქვა აი ნახეთ ისაია რას ამბობს საკუთ აი წინასწარმეტყველი ისაია დიახ სარი სამი უდედესი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი და ნახეთ რას ამბობს ისაია ნახეთ რას იძახის ვიფიქრე ვაიმე დავიღუპე რადგან ბაგი უწმინდური კაცი ვარ ეს ისაია ამბობს ბაგი უწმინდური კაცი ვარ ბაგენი არის პირი ხო პირი ბაგენი პირი უწმინდური ნუ ბაგენი ძველ ქართულად კაცი ვარ და ბაგი უწმინდურ ხალხში ვცხოვრობ აი მეთქი ჩემა თვალმა კი მეუფე ცალბაოთი უფალი იხილა და ნახეთ რა მოხდა მან რო აღიარა რომ ბაგი უწმინდური ვარ ესე იგი მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული მუგუზალი ეჭირა მასშით ბაგეზე შემახო და მითხრა აჰა შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება მიტევებულია შენი ცოდვა აი შეხედავთ აი იმას დასჭირდა აი ეს მუგუზალი აი ეს ძალიან ძლიერი ეს არის მოდით პირდაპირ გითხრათ რომ განკითხვა ეს არის ყველა ქრისტიანისთვის ძალიან დამახასიათებელი ცოდვა და ჩვენი საზოგადოებისთვის მით უკეთეს აი მე ერთ უცხოელთან რომელიც საქართველოში ცხოვრობდა რაღაც ის რაღაცა და ნუ ესეთი მოაზროვნე პიროვნება იყო და მე მას დაუსვი კითხვა რომ აი რა სიტყვით ჩვენ ხალხზე აი რა რომელი თვისება ყველაზე მეტად არ მოგწონს ჩვენ ხალხში და რა მითხრა იცით Georgian are very judgmental ძალიან განგითხვა იციან განგითხვა ქართველები ხო judgmental ხო აი ამაშია საქმე აი დაუშვათ იგივე იმაში რა ქვია ბრიტანეთი რომელიც დღეს არის პრაქტიკულად ურწმუნო ადამიანი ბრიტანეთში რელიგიას თუ გაიხსენებენ მხოლოდ საქილიკოდ მაგრამ რა არის იცით ორი ადამიანი თუ შეიკრიბება და ვიღაცაზე ვიღაცა რომ მოინდომოს ლაპარაკი ის სიტყვისო ის მესამე პირი დღეს ჩვენთან არ არის ამიტომ მოდით მასზე არ ვილაპარაკოთ მათაც კი ეს აი მოდით ახლა აი ვნახოთ მამაო ძალიან ცოტა დრო დარჩა სამწუხაროდ კი ძალიან ცოტა დრო აი ნახეთ ახლა რა ხდება მოდიში აჰა აი ნახეთ აი ჩვენ როცა შევმოწმებელ რაღაცებს ვიჯერებთ ინფორმაციას აი ნახეთ სოდომს და გომორასთან ჩვენ ყველას გვახსოვს რომ ღმერთმა სოდომი და გომორა დაანგრია ასე შემდეგ მაგრამ რა ხდება აი ყოველთვის ის პატარა დეტალი აი გვაჩვენებს აი ჩვენ იმას სადღაც ზერელად კითხულობთ თქვა უფალმან გახშირდა სამდურავი სოდომისა და გომორაზე მეტისმეტად დაუმძიმდათ მათი ცოდვები და ნახეთ რას ამბობს შეხედეთ ჩავალ და ვნახავ საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი ჩემამდე რომ მოიწია ანუ ღმერთი რო ღმერთია ის ხედავთ რომ მეო ვიღაცის ნათქვამზე ვერ ვიმოქმედებ მე თვითონ უნდა მივიდე და დავწმუნდე აი და ჩვენ ხშირად რაღაცა შეუმოწმებელ ინფორმაციას გადავცემთ მე ის მეორე ადამიანი კიდევ უფრო მეტად კი დამთავრდა მაგრამ თუ შეიძლება თქვით ბოლომდე დიახ გადასცემს კიდევ უფრო გაყალბებულად ის კიდევ უფრო გაყალბებულად ამ დროს ღმერთი
და მე მან რო თქვა რომ შეამოწმა მე მოყვა იმას ცეცხლი ნგრევა და ყველაფერი და ჩვენ პირიქით ვიქცევით რაღაცას გავიგებთ ამას მოყვება ცეცხლი კონფლიქტი ნგრევა და მე ვიწყებთ გარკვევას მართლა ასე იყო თუ არა და ღმერთს ხედავ სანამ სოდომი და გომორა ისე არ დაანგრია მე ჩავალო და ვნახავო შევამოწმეფო მაგრამ ღმერთმა ისედაც იცის მაგრამ ჩვენ გვითხრა რომ თქვენ რაღაცის გაკეთება თუ გინდა და დასვლის გაკეთება ჯერ გაერკვიეთ შეამოწმეთ მე გააკეთეთ აი ეს არის ძალიან მაგარი ისა ძალიან დიდი მადლობა აუ სამწუხაროდ ჩვენ და მამა დრო ამოიწურა აი ყველა დროს გადავაჭ უღრმესი მადლობა მამა და ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგში მომხვალთ ვისაუბროთ აუცილებლად იქნებ დიდი დროც ავიღოთ და რაღაცნაირად ძალიან მინდა და აი ულამაზესად გახსნით ვიცი ამ თემას და მაგიტომ და ბედნიერებას გისურვებთ ყველას კიდევ ერთხელ მოგიკითხავთ რა ვიცი და სიკეთე ქონოდეთ ყველა პატიმრებს განსაკუთრებით და აუცილებლად ძალიან მომენატრეთ და აუცილებლად ჩამოვალ და გნახავთ და რუსთავში განსაკუთრებით რაღაცნაირად საოცარი ხალხი ხართ და ბედნიერებას გისურვებთ ყველგან აბსოლუტურად ეს მარტო ის არ არის მთლიანად მთელი კარგად ზანდებოდეთ დროებით ბედნიერებას გისურვებთ